ყველა ადამიანი, რომელიც დღეს ჩვენებებს იძლება, ან საუბრობს ჩორჩანაზე და დავკარგეთ სიტყვას ხმარობს, უნდა იცოდეს და პასუხისმგებლობა უნდა ქონდეს გააზრებული, რომ ის ჩუქნის ოკუპანტს და სეპარატისტებს ქართულ მიწას. ეს ერთი. მეორე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მაშინ, როდესაც შენ სამშობლოს აბრალებს შენსავე მიწაზე ომის დაწყებას. მაშინ, როდესაც შენ ამბობ, რომ სამხრივად ბოდიში უნდა მოუხადო შესაბამისად ადანაშაულე პირველ რიგში შენ ხავს. მაშინ, როდესაც არანაირი საბაბი არ გაქვს და ამბობ, რომ რაღაც დავკარგეთ ის, რაც შენია, შენ მხარეს არის ოკუპაციის ხაზის გათვალისწინების პირობებშიც, ამას შეცდომა ვერ დაერქმევა. ამას ქვია ღალატობრივი ქმედება. შესაბამისად, მე ხო ადამიანებზე არ ვამბობ კონკრეტულად, ხო? აქ ფაქტია, ხაზია პირდაპირ ზუსტად ერთი და იგივე საქმე იქნება ცხინვალის სეპარატისტულ პროკურატურაში და საქართველოს პროკურატურაში. მარტივია, რომ წაიკითხოთ. აი, რომ წაიკითხოთ მაგალითად რუსული წყაროები, რას ბეჭდავდნენ, ტასი, ტარტასი და ასე შემდეგ და ასე. იგივე ზუსტად. საქართველოს ხელისუფლებამ პროვოკაციის მიზნით ჩადგა საგუშაგო რამაც გამოიწვია, აი ზუსტად ერთი და იგივე სიტყვები. მაშინ, როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი რო გავაკეთეთ, სპეციალურად გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლება ტემპერატურა ქვემოთ ჩამოგვეწია, მედიურადაც. და იქ დაგვყავდა უცხოელი ჟურნალისტები პირიქით იმისთვის, რომ საერთაშორისო დაფარვა ყოფილიყო მეტი.